ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავადობის გავრცელების მაჩვენებელი და სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობა, რასაც სამინისტროში დადებითად აფასებენ. ამ დროისათვის გრიპის ვირუსით 9000 ადამიანია დაავადებული. აქედან 59 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი. Ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო სამედიცინო გამოძახებების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული რეგიონებში. პიკთან შედარებით 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და დაახლოებით 600-ით არის შემცირებული. თბილისში იგივე მაჩვენებელი 550-მდეა. მკურნალობას გადის 42 ავადმყოფი, საავადმყოფოში 13 ბავშვი გადის მკურნალობას. 13-ის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილება. აფხაზეთიდან გადმოყვანილი 2 ბავშვის მდგომარეობაც აგრძელებს მკურნალობას სქემის მიხედვით, მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი. მომართვიანობა შედარებით შემცირებულია. წინა კვირაში საშუალოდ 70-80 პაციენტი შემოდიოდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამ კვირაში 50-დან 60-მდეა მომართვიანობა. რასაკვირველია, მკურნალობას აგრძელებენ ბავშვები კლინიკაში, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებით დიაგნოზით ამჟამად მართვის სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ აქვს. არ აქვს არანაირი დეფიციტი ანტივირუსული პრეპარატების თუ ერთჯერადი მოხმარების საგნების. მკვეთრად შემცირდა მომართვიანობა, დაახლოებით 35 პაციენტი ყავს გატარებული ახალი წლის შემდეგ. აქედან დაახლოებით ნახევარს ჰქონდა გართულება ფილტვების ანთებით. დღესდღეობით 14 პაციენტი გვიწევს, მხოლოდ 4-ს აქვს ფილტვების ანთებით გართულება, თუმცა მძიმე მდგომარეობა, უმძიმესი მდგომარეობა არსად არ აღინიშნება. დაახლოებით 6 პაციენტი იმყოფება ტამიფლუზე და მინდა გითხრათ, რომ უკეთესობისკენ მიდის ეს ტენდენცია.